პროტესტი ბათუმში მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე 64 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას, წუხანდელი ღამე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან კარვებში გაათენეს. აქციის მონაწილეებმა გუშინ ტერიტორიაზე კარვების გაშლა რამდენიმე საათიანი პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოახერხეს. ოლიგარქის პოლიცია მათ კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევდა, სამართალდამცველებმა მომიტინგეების კუთვნილი კარვებიც კი გაიტაცეს. რა ხდება ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან და როგორია აქციის მონაწილეების პოზიცია, ამას თეა ვაშალომიძე გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში. გისმენთ თეა. დიახნათია პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ მაინც არის გაშლილი შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის ორი კარავი. აქციის მონაწილეების ნაწილმა სწორედ აქ გაათიეს ღამე. ისინი ითხოვენ სასწრაფოდ იქნეს დაზარალებულად ცნობილი, უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი და ასევე მოითხოვენ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს შეუჩერდეს უფლება მოსილება, რაც შეეხება ორ მთავარ მოთხოვნას, რომ დროულად გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ბუნებრივია ძალაში რჩება, როგორც იცით, გუშინ ღამით აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს კარვის გაშლა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება მათ არ მისცა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გასტაცა კარავი და ჯერ არ ვიცით რა მიმართულებით წაიღო ის კარავი. ამის შემდეგ კი ორი კარავი მაინც დაიდგა საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაათიეს. გოჩა, რომ მითხრა, როგორ განვითარდა ღამით მოვლენები, იყო თუ არა ისევ მობილიზებული პოლიცია და მთავარი მოთხოვნები? პოლიცია მობილიზებული იყო მთელი ღამის განმავლობაში. ეხლაც არის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების ხედან უბრალოდ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ 24 საათიანი საპროტესტო აქციის, რომელიც გადაიზარდა გუშინ 24 საათიან რეჟიმში, მთავარი მოთხოვნა მზია ამაღლობლის, როგორც პოლიტიკური ტყვის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს და სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ჩვენ არ დავიშლებით და ასევე მოვითხოვთ მოძალადე კრიმინალი ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის ირაკლი გებუაძის უფლებამოსილების შეშერებას და ქალაქიდან მოშორებას, რადგანაც ის არის მოძალადე და ყველაფერი გარდა იმისა, რაც შეიძლება პოლიციელს განასახიერებდეს. ძალიან დიდი მადლობა. გენრი, რომ მითხრა, რამდენი ადამიანი იყო ღამით გუშინ კარავში, როგორ განვითარდა მოვლენები და მთავარი მოთხოვნების შესახებ? მთელი ღამის განმავლობაში აქ იყო იმდენი ადამიანი, რომ დაახლოებით 100-მდე პოლიციელი თავის რობოკოპებიანად მობილიზებულები იყვნენ, დილამდე არ წასულან. შესაბამისად, საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შემოგვიერთება, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სასურველ პირობებში გვიწევს აქ ყოფნა. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მეგობრები ტყვეობაში არიან რეჟიმის და მათთვის ყველაფრისთვის მზად ვართ ჩვენ და ხნედ ვართ, რომ ის ადამიანები გავამხნევოთ, მოვთხოვოთ სისტემას, რომ რეჟიმის ყველა ტყვე გათავისუფლდეს და რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სამართლიანი ადმინისტრირების პირობებში, მიუკერძოებელი ადმინისტრირების პირობებში, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ტემპს, რომ ერთი კაცის ხუშტურზე კი არ დადიოდეს ყველა, ნებისმიერი რიგითი ერთი ადამიანის უფლებისთვის ყველანი ვიყოთ დარაზმულები და არც ერთი ადამიანის უფლება არ იბღალებოდეს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. რამდენი ხანი აპირებთ კარვებში დგომას, ყოფნას, სანამ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება? ჩვენ ვაგრძელებთ აქ 24/7-ზე, ესე ვთქვათ, ყოფნას, სანამ არ გათავისუფლდება პირველ რიგში დაუყოვნებლივ მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება. უკვე მე-19 დღე დაიწყო, რაც ის შიმშილობს. ასევე თემურიც ჩვენი მედროშე, ლაზი მედროშე რო ყავს, ისიც შიმშილობს უკვე 12 იანვრიდან. მის გათავისუფლებასაც ვითხოვს და თვითონ თემური ითხოვს, რომ ტოლვილის სტატუსი მიცეს, ის რომ 10 წელია ცდილობს, რომ მოქალაქეობა მიიღოს, მაგრამ ერთადერთი გზა რაც დარჩა არის შიმშილობა მის გათავისუფლებას და ასევე სხვა ტყვეების, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მოვითხოვთ. ჩვენ აქედან არ წავალთ, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. რა თქმა უნდა, თუ შესრულდება და პატიმრებს გაანთავისუფლებენ, ტყვეებს გაანთავისუფლებენ, ჩვეულებრივი აქციები გაგრძელდება. თუ არა და იქნება კარვები. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთია მოთხოვნები და განწყობა აქციის მონაწილეების, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ აიღებენ კარვებს და მოუწევთ ღამის განმავლობაში გათევა და ასევე სამართალდამცავებს, ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს, პოლიციელებს მოუწევთ აქ ყოფნა.